განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ თბილისის ვიცე-მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებთან და რაიონების გამგებლებთან ერთად დედაქალაქის სკოლების მშენებლობის და რეაბილიტაციის საკითხები განიხილა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების ინფრასტრუქტურული განახლების თემაზე სამუშაო შეხვედრები ყველა რეგიონის წარმომადგენლებთან რეგულარულად იმართება. მხარეებმა იმ სკოლების საკითხზე ისაუბრეს, რომლებიც რეაბილიტაციას ან სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას პირველ რიგში საჭიროებს. შეხვედრების შედეგების საფუძველზე განათლების სამინისტრო საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმას ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარუდგენს. ჩვენ თითქმის ყველა რეგიონთან, კონკრეტულ მუნიციპალიტეტებთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები ამ პრიორიტეტების ნუსხის განსაზღვრაზე, ისევე როგორც დღეს ჩვენ დავიწყეთ თბილისის 5 რაიონთან ანალოგიური პრიორიტეტების განსაზღვრა. ამ კვირის განმავლობაში გვექნება დარჩენილ 5 რაიონთან შეხვედრა და შემდგომში ეს სია ოფიციალურად მიეწოდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რაც იქნება მათთვის ერთგვარი სამოქმედო გეგმა 2026, 27 და 28 წლებზე. მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრა ჩატარდა განათლების სამინისტროში, სადაც იყავით წარმოდგენელები, დედაქალაქის საკრებულოს წევრები, პარლამენტის წევრები, გამგებლები თბილისის რაიონებიდან. განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უკავშირდება სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას. აქტიურად მიმდინარეობს ქალაქის მასშტაბით სკოლების რეაბილიტაცია და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატის შეხვედრა გაიმართა განათლების სამინისტროში მინისტრის უშუალოდ მონაწილეობით, იმისათვის რომ კოორდინირებულად მოხდეს მომავალი სამუშაოების დაგეგმა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის რა თქმა უნდა ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.